მოგესალმებით, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს ირაკლი კობახიძეს არაერთხელ გაუკეთებია პარტიების აკრძალვის თაობაზე. განცხადება ჯერ კიდევ 2024 წელს არჩევნებამდე მან და ბიძინა ივანიშვილმა დაანონსეს ეს საკითხი. შემდეგ თუ გახსოვთ არჩევნების 2025 წელს დიდის ამბით დაანონსეს, რომ აი 3 დღეში, 1 კვირაში შევიტან სარჩელსო, მაშინაც დიდხანს გაწელეს, მიიღეს ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა, სადაც 9 თვიანი ვადა დააწესეს ამ პროცესის დასასრულებლად და შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს პროცესი არ უნდა დაწყებულიყო, ან რომ დაწყებულიყო, როგორ უნდა გაგრძელებულიყო, აღარ იცოდნენ, ამის გამო გამოიწვიეს სარჩელი და ერთი პარტია დაამატეს ასაკრძალთა სიაში, რათა ის 9 თვიანი ვადა თავიდან დაწყებულიყო. მე შეგახსენებთ, რომ ძლიერმა საქართველომ თავიდანვე სრული მასშტაბით გამოაცხადა ის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ბრძოლას, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში. არა მხოლოდ როგორც მოპასუხემ, არამედ იმ მათი ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის გასაჩივრების გზითაც. ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ ტრანზაქციულად, მათი გადაწყვეტილებები არის ბევრ ფაქტორზე, საგარეო ფაქტორებზეც დამოკიდებული. რუსეთში რა მდგომარეობა არის, უკრაინაში რა მდგომარეობა არის, რეგიონში რა მდგომარეობა არის. თორემ ამ პროცესს ისინი ძალიან მალე წაიყვანდნენ, ხო? შესაბამისად, ახლა კობახიძის კონკრეტულად ეს განცხადება რაიმეს ნიშნავს თქო, ამისი თქმა ალბათ არ იქნება სწორი, კობახიძის ნებისმიერი განცხადება შეიძლება ხვალ საპირისპირო განცხადებად გადაიქცეს, ისე როგორც გვინახავს მაგალითად ფასების კომისიაზე, ანაკლის პორტის აშენებას წელიწადში 3-ჯერ აანონსებენ, მათ განცხადებებს აქვთ ამ შემთხვევაში ჩალის ფასი, ნათქვამს სიტყვას. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დაჩქარებული არის სისხლის სამართლის პროცესები პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ არანაირი ნიშანწყალი ურთიერთობების გადატვირთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ არსებობს, ევროკავშირთან არ არსებობს, ქართული ოცნება ისევ ადგას თავის ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ და შესაბამისად ანტიეროვნულ პოლიტიკას. აქ გადაწყვიტეს, რომ შეიძლება გადაწყვიტათ, რომ რაღაცა პროცესები დააჩქარონ. ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ. ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ რაღაც კაპიტულაცია განვაცხადოთ და ჩვენს იმ გზაზე, იმ პოლიტიკის წესრიგზე, რომელსაც ვქმნით, ამაზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. ნიშანწყალი არ არსებობს, აი რა, კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, მინდა რომ მოვასწროს ამერიკის თემას, თქვენ ახსენეთ, რომ გადატვირთვის ნიშანწყალი არ არსებობს, კონკრეტულად ავიღოთ შეერთებული შტატებთან ურთიერთობის საკითხი და აი რა შეგიძლიათ, რომ თქვათ ამ ნაწილზე, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნება იმ ბოჭორიშვილის ვიზიტის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით იმ სამიტში, რომელიც გაიმართა შეერთებულ შტატებში, ამბობდა, რომ ეს საკითხი არის ცივი შხაპი ყველასთვის, კოლექტიური ნაცმოძრაობა იცით, რომ ესე მოიხსენებენ ისინი ყველას ერთად, რადგან ნარატივი თითქოს საქართველოს გაწეულია საერთაშორისო ურთიერთობიდან, ასე დროს ინგრევა ხოლმე. აი რას უპასუხებთ ამ გზავნილს, რომელსაც ოცნება თავაზობს ქვეყნის შიგნით მოქალაქეებს, ხო, მათ შორის და ეუბნება, რომ არ არის ამბავი ისე, როგორც ამას გიყვებიან. ერთი წინადადებით დავასრულებ წინა პასუხს ნებისმიერ სცენარში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ძლიერი საქართველოს ლელო, ჩვენი კოალიცია, რომელიც არის რეალურად მისი წევრები და მხარდამჭერები. არ შევწყვეთ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლას, ვიქნებით უკომპრომისოები, თანმიმდევრულები და ყველა კონსტიტუციური ფორმით ვიბრძოლებთ იმისთვის, რათა ეს რეჟიმი შეიცვალოს. რეჟიმი, რომელმაც და აქვე გადავდივარ თქვენ ახლანდელი კითხვის პასუხზე, გააუქმა და მის პირობებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება. რეჟიმი, რომლის დროსაც ახლა სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომ შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. რეჟიმი, რომელმაც დაკტოვა რეალურად ირანის, რუსეთის, ჩინეთის და სხვა რამდენიმე ავტორიტარული ქვეყნის პირისპირ მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და ნაბიჯებსაც დგამს და არანაირ ნაბიჯებს დგამს დასავლეთისთან მიმართებაში. ახლა მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი და იმ ყველა და როდესაც რაღაც ვიწრო პროფილურ კონფერენციაში იღებს ახლა ის მონაწილეობას და სპილოსგან ბუზი რომ შექმნა ქართულმა ოცნებამ, ისე როგორც ეს არაერთხელ უქმნიათ მაკრონმა რო ხელი მოუთათუნა კობახიძეს და მთელი ზარზეიმი რომ გამართეს ქოცმა ტროლებმა და მათმა აქტიურმა
წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში, ხო? ასეთი რაღაცეები უხარიათ, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა ასე ნამდვილად არ ხდება, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამას ხაზს უსვამ მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით. ტრამპის ადმინისტრაციაში აქვს ძალიან მკაფიო დოქტრინა და მკაფიო მიდგომა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და გადატვირთვა. ამისთვის ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების შეწყვეტის თვალსაზრისით, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის თვალსაზრისით. ამ რეალურ ნაბიჯებს ისინი არ დგამენ და ამითი მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს რუბიოს, რომ ამას არაპირებენ. შესაბამისად, ის ყველაფერი არის ანტურაჟი და სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც ახლა ვიზიტით იმყოფება მაკა ბოჭორიშვილი, აი თანამედროვეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში გავრცელებული სიტყვა არის კიჩი. აი კიჩი სცენარი არის და კიჩივით გამოიყურება ბოჭორიშვილი ერთი მხრივ იმის ფონზე, რომ ლანძღავენ შეერთებულ შტატებს, როდესაც ამბობენ, რომ ტრამპი ვერ ამარცხებს deep states, ისევ საუბრობენ ამ კონსპირაციის თეორიებზე, ევრობიუროკრატიაზე. საერთოდ არანაირი საუბარი არ მაქვს და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოქალაქეებზე. მე მინდა რომ საზოგადოებამ ეს დაინახოს. გადატვირთვის ნიშანწყალი რა იქნებოდა თქვენთვის, რომ აი გარდა ვთქვათ გეოპოლიტიკური საკითხებისა ადგილზე დემოკრატიული უკუსვლის პროცესი შეჩერებულიყო. ამას რატომ გეკითხებით, იცით, რომ ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომელიც აი ამ ვითარებას აკვირდება, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა არსებობდეს რისკი იმისა, რომ გეოპოლიტიკური ინტერესი გადაწონის დემოკრატიის საკითხებს. შიდა დემოკრატიას გულისხმობ ჩვენს ქართულს. აი ამ რისკებზე რა შეგიძლიათ რომ თქვა, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ჩვენს რეგიონში და უშუალოდ საქართველოში საბედნიეროდ ემთხვევა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს და ითვითნებოს, როგორც ამას აქამდე შვებოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. იმიტომ რომ ასეთ იზოლაციონისტურ სტრატეგიულზე არც არისო საუბარიო დღეს ამბობდა მდინარაძე, ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალიზებაზე და არა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხო? ეგ საკითხი ისინი შორეულად მოჩანს მათთვისაც, როგორც ჩანს, აქ უბრალოდ ნორმალიზებაზეა საუბარი. თქვენ თავადვე ახსენეთ ერთ-ერთ წინა კითხვაში, რომ მათი აციტირეთ ისინი, როდესაც ამბობდნენ, რომ ცივი შხაპი გადაასხესო ოპოზიციასო. გვახსოვს ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიულად მიღებული კანონი, რომელიც ამხელს ქართულ ოცნებას ჩინურ და ირანულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ამ სპეცსამსახურების პოლიგონად არის გამოცხადებული, ხო? რუბიოს განცხადებები გვახსოვს, ისევ რამდენიმე კვირის წინანდელი. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ განვითარდება, რომელი ინვესტორი ჩამოვა, არ განვითარდება არანაირი საინვესტიციო გარემო მიმზიდველი. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც მდიდარია ნავთობით, გაზით და მინერალებით, ხო? უნდა შექმნა გარემო, რათა შემოვიდეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, უფრო მეტი რამ აწარმოოს ამ ქვეყანამ, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები იმის ნაცვლად, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ხო? ეს სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად აისახება თითოეულ იმ გლეხზე, რომელიც ცხოვრობს საქართველოს, რა ვიცი, მაღალმთიან რეგიონებში მომიჯნავე, საზღვრებთან მომიჯნავე ადგილებში, სადაც მასწავლებლებსაც კი ვეღარ აგზავნიან იმისთვის, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ, ხო? მე ჩემი პარტიის წევრები დავდივართ, ხო, რეგიონებში პრაქტიკულად ყოველთვის გარდა იმისა, რასაც აკეთებენ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები, მეც ვიმყოფებოდი, ხო, ცოტა ხნის წინ გურიაში ირაკლი კუპრაძე, ლანა გალდავაო, თოფარულავა, ფიქრია ჩიხრაძე დავდივართ ყველგან, ხო, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში და იქ რა პრობლემებიც აქვს ადამიანებს, ინფრასტრუქტურა რომ არ არსებობს, სოფლის მეურნეობა ასეთ სავალალო მდგომარეობაში არის. 800,000 ჰექტარი დაუმუშავებელი მიწარო არის და ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული არ აგვაქვს, რომ ამის სტიმულირება მოვახდინოთ. საგარეო პოლიტიკა ამასთან პირდაპირ კავშირში კი არ არის. ამის ერთ-ერთი მთავარი კვანძია ევროკავშირში ინტეგრაცია იმისთვის გვინდა, რომ დიდ სიკეთეებზე გქონდეს ცნობა, გრანტები შემოვიდეს, სტიქიას რომ მომზადებელი შეხვდა კახეთი, ხო? ესეც იქნებოდა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური ურთიერთობის პირობებში ამ გრანტებით, იმ დახმარებებით უზრუნველყოფილი მათ შორის. ეს უნდა გაათავისოს კარგად თითოეულმა, გაითავისოს ჩვენმა ამომრჩეველმა და ვიცოდეთ, რომ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება, რომლის ცვლილება აუცილებელი არის არჩევნების გზით.